ესე 17 მაისი სიონზე ვართ ჩამოსულები ბიჭები. და დღეს ძირთად ვითევზავთ ჩამაიაზე. ვეცდებით რომ სხვადასხვა თევზის დავიჭიროთ. კარასი და ხრამული და ეხლა გავაკეთებ დასაკვებს. მოკლედ ეს რამოდენიმე დღის წინ დასაკვები გამჭა. ბელგიურია შერეული და სხვადასხვა ნაზავი. ეს შავ მარცვლეულის ნაზავი. და გამოვიყენებ ძირითადად ერესის დასაკვებს. აი ასეთ. პლატვას ეს აყენებს ბუხს, სხვადასხვა წვრილი შენარევები აქვს. და აბა ვნახოთ რა იქ. ეს შემოუშვენარი ძაღლი. აი ესეთი ფრაქცია. რა თქმა უნდა მარცვლეული გადარეული მაქვს და კიდე გადაურევ რომ ხუთი კაცი ვითევზავთ და რომ გვეყოს კოხტად. ესეთი გასროკილი პარკით შიზვარამული პარკით ეს ერთი ვარიანტი ეს მეორე დანამატი კოფტონი აუცილებლად კარასისთვის და არა მარტო კარასისთვის ეს მაინც კოფტონი უნივერსალია ასე მინდის დავუმატოთ და დავუმატოთ კიდე ასეთი კარგი რაღაცეები ეს ორი მიდის მატლების განაწილება წავიდა ახლა ასე აფინი დაუსრულე კარგად დასო რე ინფლუენსერია რე მიესალმე გამოიწერეთ არქივ აი ესეც პირველი შამაია და ტრადიციულად რა შევით ღმერთებს შევწირე წავიდა შევწირე აი ესეთი კაი ზომა ერთი კათხალუდი წავიდა მოდის სანახავად ესეც მეორე კათხა აი ესეთი კაი ზომა შამაია შემოგვეპარა რა თქმა უნდა ასეთ პატარა შამაიას უშვებთ უბრუნებთ წასაღებ ზომებს რა თქმა უნდა ადეში ვათავსებთ დისტანცია დაახლოებით 30 მეტრი გვაქვს შორსაც არ უდგას და ზედაპირზე უდგას ძირითადად შამაია ამ პერიოდში დილის საათებში ნახოთ აბა შემდეგ რა იქნება შუადღით ოპა რაღაცა კარგად იბრძვის აბა ვნახოთ რაღაც კარგად იბრძვის ნახოთ აბა რა არის მოდიაკ კაია კაი ეს უკვე ბაკარ ნახევარია არა კათხა ნახევარი სხვათა შორის მოკლე სადავეზე იღებს ნიკა ზოვიდა აბა უყურე ვანკასტანკაზე როგორ იჭირება ერთი რამხელაა და მეორე ნორმალური ზომა აბა ფსკერული ვნახოთ ვა კაი მას ხედავ
წავიდა. ვნახოთ რა ზომა დაჭდა. აბა დაინახე რა კაია. აი ეს შამაია. ეს დედალ-მამალი დავიჭირე. ესეთი პატარა შამაიები და ესენი გავუშვათ. მოდი პატარავ. სხვილი შამაია შემოდის, გადის. ესეც გავუშვათ. ესეც შემდეგი. კარგი დასაკვები მაინც მუშაობს რა. მოდი აქ. ოპა დაჭდა. ცოტა დააწვრილა. დავყვებოთ აბა. აჰა, დაგიყვებო ახლა. ოპა რაღაცა კარგი ზომა უნდა იქნეს. აჰა, ორი ცალი. დუბლი. დუბლი დავიჭერეთ. პენოპლასზე აბა ვნახოთ რა დაჭდა. შევამოწმოთ. პენოპლასზე დაჭდა ესეთი შამაია. მოწავით. დღეს მსხვილი შამაია რატომღაც არ აქტიურობს. ძირითადად წვრილი აქტიურობს. მაგრამ კაი ბევრი იყო კაი მსხვილის ზომებიც. როგორც ჩანს, იური ამღრევლია და აქეთ მხარეს ტბაც ამღრევლია. სოფლის მხარეს ჯობდა ჩემი აზრით თევზაობა. დაჭდა ვნახოთ რა ზის ზომა. საკმაოდ ნორმალური ზომა. ოპა, რიტარტმა.
ჩაგდებასი უარია. მოვიდე შუღლის ციკიშკოვების პერიოდის. ახლა გავტესტოთ აი ესეთი კოღოს მატლის ნაგლეჯი. ესეთი მატლია სილიკონის და მომის პატარა ნაწილს დავუყენებ. ერთი ხლაპა ვნახოთ. ოპა, იყო დარტყმა და დაჭდა იგრევე. ახსის. აბა ვნახოთ ერთი კოღოს მატლზე. რა ზომებია? ნორმალური ზომაა. საკმაოდ ნორმალური ზომა აი ესეთი. აი შამაია, აი ესეთ კოღოს მატლზე. აბა კიდევ ვნახოთ. აი კიდია დარტყმა. ვერ დაჭდა პეტროლა წვრილი იყო. აბა ვნახოთ მაგაზის. ეს მოკლედ შამაია მაგრად აქტიურობს და ეცადეთ რომ წმინდა ადგილას გაუჩერდეთ. ეხლა წყალი შეფერილია, როგორც აღნიშნავდა. სოფლის მხარეს უფრო სუფთაა წყალი და სოფლის მხარეს ყველა ვარიანტი აჯობებს. აი, კრევე დარტყმა იყო. გამეორე. კიდე იყო დარტყმა. რა დარტყმა იყო? არის ესეთი პატარა შამაიაც. ახლა ესეთი პატარა ზომა. ეს გავუშვათ. This It's really შამაია. ეხლა ვსინჯავ ცოტა დიდ სილიკონებს. ოპა, ეგრევე და აი ოპასის ერთ წელსაც დავიჭერდა ვამთავრებთ ეზოს. ოპა, დაჭდა. მოიცა?
ესეთი შემოია დავაჭირი ნორმალური ზომა ისევ და ისევ წითელ ჰიბრიდი რაღაცა და სტოპერზე ისევ და ისევ ბოლოს მატყლის ნაწყვეტზე სილიკონზე ეს ბოლო თევზი მოდი გავუშვათ წავიდეს ვანახებთ ახლა ნათავს ეს გამოვიდა დღევანდელი დღის ნადავლი ბევრი და თქმა უნდა პატარები გავუშვი და ძირითადად კაი ზომები შევინახე ეს გახლავთ ჩემი მაგაცის ნადავლი ახლა მაინტერესებს თუ დასაკვებმა იმუშავა ესეთ რამას გავაკეთებ და თქვენს ხედავთ რომ დასაკვები ნამდვილად მუშაობს აგერ ისინი ნაზავი აბოს ვნახოთ ასეთი კაი ზომა ვნახოთ ერთი აი ამაში უფრო უკეთესად ჩანს დასაკვების მუშაობა აი ესეთი ამბავია დილის 6 საათიდან დავიწყებთ მგზავრობა შიგადაში დასვენება თან ცოტა გამოძინება და ნუ ნორმალური დღე გამოგვივიდა ოჯახში სიონი ძალიან აქტიურობს არხი გამოიწერეთ არ და გავიწყდეთ და წარმატებული მგზავრობა ყველას